მერაბიშვილის პოზიციის გარკვევამდე ნაციონალური მოძრაობა პროცედურული საკითხებითაა დაკავებული. პარტიას დღეს ახალი 6-კაციანი ფრაქცია დაურეგისტრირეს. ბიუროს გადაწყვეტილებას წინ იკამელიას წერილობითი მიმართვა უძღოდა, რომლითაც დადასტურდა, რომ ბოკერ აუგულავას გუნდის წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის წევრობა ოფიციალურად შეუწყდათ. რიცხობრივი უპირატესობის გამო ყოფილი მმართველი პარტიის სახელით მოქმედი ფრაქცია და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი სწორედ პარტიიდან წასულებმა შეინარჩუნეს. ფრაქციის შექმნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს ახლა სამუშაო ოთახი აქვთ მოსაძებნი. 6 ვართ, მაგრამ 60 სტოლფას საქმეს გავაკეთებთ. 6-დან არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის რეგისტრაციის საკითხი განიხილეს. რომან გოცირიძემ, სალომე სამადაშვილმა, ნიკა მელიამ, თინა ბოკუჩავამ, კობა ნაყოფიამ და აზარ სულეიმანოვმა ის ორი ფრაქცია დატოვეს, რომელშიც სახელწოდების შეცვლის შემდეგ აღმოჩნდნენ და ამის შესახებ კომიტეტს წერილობით აცნობეს. მე ვიქნები თავმჯდომარე, სალომე სამადაშვილი იქნება მოადგილე, ჩვენ ვიქნებით ფრონტის წინახაზე და კაცო მოძრაობა ძალიან აქტიურად, პროაქტიულადაც იქნება ჩართული ყველა პროცესში. ნიკა მელიას წერილი გახდა მთავარი პირობა, რის გამოც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ახალი ფრაქციის რეგისტრაციას მხარი დაუჭირა. წერილში ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს ხდომის ოქმის ამონაწერია წარმოდგენილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და პარლამენტის 16 წევრს 2017 წლის 12 იანვრიდან შეუწყდა პარტიის წევრობა და დაკავებული თანამდებობები. საუბარია მათზე, ვინც ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციებს სახელი გადაარქვა და უმცირესობის სტატუსი შეინარჩუნა, მას შემდეგ რაც პარტიას გაემიჯნა. საკითხი საპროცედურო კომიტეტის ხდომის შემდეგ დღეს პარლამენტის ბიუროზე განიხილეს. პარლამენტის წევრებს, რომლებიც არიან დღეს ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები, მათ დაატოვებინეს პარტია ნაციონალური მოძრაობა. კომიტეტის დასკვნის მიხედვით მიზანშეწონილად არის მიჩნეული ფრაქციის რეგისტრაცია. დაატოვებინეს არ არის სწორი ფორმულირება, პარტიიდან გასვლა მოხდა. კითხვები ისევ დარჩა უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიას. პარლამენტის რეგლამენტის 97 მუხლი, რომელშიც წერია, რომ ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია, ბუკიას აზრით იურიდიულ პრობლემებს ევროპულ საქართველოს შეუქმნის. თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შექმნის ფრაქციას, ჩემი მოსაზრებით დგება ამ მუხლის ამოქმედების შესაბამისობა და შეიძლება იმ ფრაქციას, სადაც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიით გასული ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან გაერთიანებული, იურიდიული პრობლემები შეექმნა. არანაირი პრობლემა დღეს არ არსებობს, რეგისტრირებულია ორი ფრაქცია, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები დღეს გაყოფის დადებითი მხარეების პოვნას ცდილობენ. გაყოფილებს შორის სხვაობის დანახვა უჭირთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. თუ რამე ასე ვთქვათ სასიკეთო არის ნაციონალური მოძრაობის გაყოფის შემდეგ არის ის, რომ ხელისუფლება მიიღებს ორ ოპონენტს, რომელიც ასე ვთქვათ იბრძოლებს მის წინააღმდეგ უკომპრომისო. ეს არის ერთი ხედან ჩამოვარდნილი სხვადასხვა ნაყოფი და ერთმანეთთან დაკავშირებით რაღაცა გარკვეული პრეტენზიები და მოსაზრებები გააჩნია. ჯერჯერობით ერთიც და მეორეც ეჯიბრება ერთმანეთს, ვინ უფრო მაგრა კალანძღავს ქართულ ოცნებას. ნაციონალური მოძრაობის ახალ ფრაქციას ჯერჯერობით პარლამენტში ოთახი არ აქვს. მათი ყოფილი სამუშაო ოთახების კართან ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული წარწერის ჩამოხსნის შემდეგ ახალი არ გაუკეთებიათ ევროპული საქართველოს წევრებს.